თქვით, რომ თქვენ მიმართ აგორებული აგრესია თქვენს კარიერას წაადგება? კი. ეს პასუხი არის. კეთილად წაადგება, ხო? კი. სიმართლე. აი ეგრე რა, თავიდანო ეგრე დაგეწყო რა. მაგრამ საინტერესოა, ესე იგი, რას ნიშნავს ის, რომ შეიძლება კეთილად წაადგეს შენს კარიერას, აი ეს აგრესია, რომელიც აგორდა სოციალში. როდესაც პირველად დამაქენსელეს, ასე ვთქვათ, მაშინ ძალიან მასკენი რა ქვია. ვაიმე რა ხდებათ, რაღაც ძალიან დამაქენსელეს რას ნიშნავს? დამაქენსელეს, ანუ გამაშავეს ბრჭყალებში რა. რომ ანუ აი ამას პოლიტიკური აზრიც ქონია და რაღაცა და როგორ ბედავს თუ რაღაცა და მე ამ ზაფხულს რა, წინა ზაფხულს მქონდა ბეთლი ისევ, რომელიც წავაგე, იმიტომ რომ საერთოდ ძალიან ცუდად მომემზადე რა. და ტექსტები გავიწყდებოდა. ბევრი რაღაცა მოვიწყდებოდა და არა ერთი მომენტი მქონდა სპეციალურად მაგისტვის დაწერილი, რომ უნდა გავარდნილიყო რა, ანუ უნდა აეტაცა ხალხს რა. იყო რეფერენსი, ანუ რაღაც ცნობილი 90-იანების სიმღერის ციტატა და ვერ გავარდა? და გავარდა. აჰა. ძალიან გავარდა ისე რომ რომელია შემახსენე? ტიპმა კრინჯობა გაასაღა და გონია რომ რეალობა ასახა, მაგრამ ერთი რამე იცოდე რომ ცალსახა ამ ტერიტორიაზე ჩემი ნაშა ხარ. Change my pitch up, smack my bitch up. Change my pitch up, smack my bitch up. ხო ეს ძალიან გავარდა რა, ის ძალიან ცოტა ზედმეტად რა, ეგეც არ იყო საჭირო და ხო არავის აღარ ახსოვდა რომ მე რაღაც ააგე თუ ავაგე მოვიგე, არავის არ აინტერესებდა, არც ის ახსოვდათ რომ ეს რაღაცა კოცია თუ რაღაცა არის და ეხლა ეს რო გავარდა რა, ეს ახალი ბეთლი ეხლა ჩვენ ყველაფერი გვახსოვს თუ რა გახსოვს ის მაშინ არ გახსოვდა და ანუ ვიღაცამ შეახსენა რომ ეს იცით ის არის რაღაცა თან ანუ იმის პოზიცია კი არ არის ანუ ეხლა მე რო მეუბნები რომ შენ რაღაცა სუდი სუნი გაქვს თუ რაღაცა ანუ ეს ხო უტრირებული ნათქვამი არის რა ანუ ეს აუცილებელი კი არა რომ შენ მართლა ეგრე ფიქრობდე რა მე მქონდა მაგალითად ბეთლი სადაც ადამიანს მეუბნები რომ შენ ჩემთან ამოხვედი სახლში და ჩაიხადე და გადაიკუზე და რაღაცები მართლა კი არ გააკეთა მაგრამ იმისთვის არის რომ ვიცი რომ მაგაზე გატყდება გაუტყდება რომ და ანუ ეგ მომენტი არის რა და შენ თავარი არის მან რომ ადამიანს იმას აქნა რა გატეხო რა ტიპი შეიძლება მოხვიდე ძალიან ცუდი ტექსტით მაგრამ იცოდე რომ აი ვიცი რომ ეს დაარტყავს ამას რა და მაგით გატეხავ და სადაც ის რო ტყდება ეგრევე ამჩნევს ისა კრაუდი რა ქვია მასა და ეგრევე ამჩნევენ ჟიურები რომ აი გატყდა და შეიძლება ესე არც ჩამოგიყალიბოს ჟიურმა რომ იცი რა შენ გატყდი მაგრამ ის გრძნობს რომ აქედან არის ჩასწრილი ადამიანი და იქედან არის ამაყათისა რომ აი ხო დაგაგდე და მთავარი ეგ არის რომ იქ დააგდო იმაზე კი არ არის რომ მართლა ესეა თუ ისე არის ანუ თუნდაც დაუმსახურებლად აგრესია წამოვიდა სოცქსელიდან თუ რაღაცა ვითომ შენ მიმართ ბულინგი თუ რაღაც იმათ გული მოფხანა კონკრეტულმა რეპერმა შენმა ოპონენტმა ანუ ეს მაინც დადებითად აისახება ეს ურთიერთობა არის რა მსმენელთან ანუ დინამიკა არის ამისი და ეს არ არის ისე რომ ეს ანუ ჯექსონს ყავდა ჰეითერები და ემინემს ყავს ჰეითერები მე რომ ყავდეს რა მოხდა აი ის რეპერები ვინც შენთან თანხმდებიან ბეთლს რატო თანხმდებიან? ყველა ჩემზე ნაკლებად პოპულარული არის, ვინც ბეთლში გამოდის. ანუ ისე კი იყენებენ ამ ყველაფერს პოპულარობის გამო, ხო? კი, მე უბრალოდ იმდენად მიყვარს ეს სფერო, ეს კულტურა, რომ როდესაც ეს პროექტი დაიწყო, მე უკვე მეტი პოპულარობა მქონდა, ვიდრე მან რომელიმე გამოსვლელს. არ მომბობ ამას მას დასაკნინება. უბრალოდ ფაქტი იყო. უკვე ბირჟა მაფია არსებობდა, უკვე Young Mike's ქონდა თავისი ისტორია. და საერთოდ არ იყო აუცილებელი ჩემი ასე ვთქვათ ჩემმა კოლეგებმა ვინც ჩემთან ერთად მოღვაწეობდნენ და რა ვიცი ერთად ავიდგით ფეხი ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას რაღაც ბოიკოტიც გამოუცხადეს თავის დროზე ამ პროექტს რა მაგრამ მე იმდენად მიყვარდა ეს და ვთვლიდი რომ ჩვენთანაც რატო არ უნდა იყოს თუ რაღაცა რომ მე თვითონ ჩავები ამაში და არასოდეს არ ყოფილა ის რომ მე აუცილებლად უნდა ყველას ვაჯობო თუ რაღაცა ანუ საერთოდ ანუ შენთან რინგი ნიშნავს პოპულარობას რა მოდი თქვა. ხო, შენთან რინგი აუცილებლად ნიშნავს პოპულარობას, იმიტომ რომ მე წავაგებ თუ მოვიგებ, აუცილებლად გავარდება ის ბეთლი. მე რო წავაგო, ანუ ის არის რომ
აიმე როგორ რანაი ავისთან წააგე თუ რაღაცა და იმან რო წააგოს ის არის ხოლმე ხე იანგ მაინთან წააგებდი ხმე